პრეზიდენტის არჩევის შემდეგ რატომ უნდა დააყენოს ახალმა პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის ალბათობა, ესეც ძალიან შორს გაწერილი. ეს არის ესე ვთქვათ სურვილი, მაგრამ ხომ არ არის უბრიანი აი ამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოახდინოთ რეფერენდუმის დაყენების საკითხი და შევაგროვოთ ხელმოწერა და აი ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაინიშნოს რეფერენდუმი მომავალი რიგაში საპარლამენტო არჩევნებზე. ბატონო, რას დაუდგეთ საფუძვლად, რატომ უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი? თუნდაც იმიტომ, რომ მინიმუმ 1 მილიონი კაცი ხმის უფლების ნების გარეშე იყო, ვაშაკის უკანონო განკარგულების საფუძვლად. ძალიან ბევრი დამნაშავეების პარლამენტში და ასე შემდეგ. ბევრი მოტივაცია შეიძლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უცებ მოხდება საშუალება, იმის სამართლებრივი საშუალება იმისი, რომ გაზაფხულზე მოხდეს რიგარეში არჩევნების დანიშნვა. მოგავიწყდება და ასე მალე ეს ნაცები მოპატიეთ ამდენი